რამდენად წარმატებული გამოდგა არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამა. იუსტიციის სამინისტრომ 1 წლის შედეგები შეაჯამა. ღონისძიებას სასჯელ ასრულებისა და სპორტის მინისტრები, ასევე მთავარი პროკურორი და სახალხო დამცველი დაესწრნენ. მიწველ სტუმრებს შორის იყო ევროკავშირის ელჩიც. პროგრამის შედეგად 1 წლის განმავლობაში სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას 60-მდე ახალგაზრდამ აარიდა თავი. შეხვედრაზე შეკრებილები ვარაუდობენ, რომ მომავალი წლისთვის ეს რიცხვი გაორმაგდება. საზოგადოებამ და პროკურატურამ შედეგად მიიღო ძალიან დიდი რაოდენობა არასრულწლოვნების, რომლებსაც აქვთ ბევრად უკეთესი მომავალი, ვინმე მათ ჰქონდათ ვინმე არსებობდა რისკი, რომ მათი ცხოვრება წარმართულიყო, ანუ მათ ისარგებლეს იმ შანსით, რომელიც მათ მისცა პროკურატურამ და საზოგადოებამ, გამოიყენეს ეს შანსი და არც ერთ მათგანს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ პროგრამა წარმატებულია, არც ერთ მათგანს არ უკუგდია ეს შანსი, ყველა მათგანმა პირნათლად შეასრულა ის პირობები, რომელიც ამ პროგრამით იყო განსაზღვრული და ჩვენ ყველამ ერთად მივიღეთ შედეგად ის, რომ ამდენი ადამიანი, ამდენი არასრულწლოვანი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია საზოგადოების, არ დაადგა დანაშაულებრივ გზას. განრიდება და მედიაცია არ არის სასჯელი, ეს ნიშნავს იმას, რომ ხდება არასრულწლოვანის განრიდება მსჯავრისგან. ამ ორი ზომის არსებობა საქართველოში მაჩვენებელი არის იმისა, რომ სახელმწიფო მყისიერად ახორციელებს და ლოიალური არის სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციის მიმართ საქართველოში. ეს პროგრამა ზოგადად ეხმაურება მთლიანად იგივე გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტის დასკვნებს, ასევე ზოგადად განვითარებული მსოფლიოს ხედვას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კუთხით. ასევე მინდა გითხრათ, რომ სულ 1 წელია, რაც ეს პროგრამა ფუნქციონირებს და სახალხო დამცველის დღიდან ამ პროგრამის ინიციირებისა აქტიურად ადევნებს თვალყურს. განრიდების პროგრამა მართლაც უნიკალური პროექტია, რომელიც საქართველოში ხორციელდება. რამდენიმე სამინისტროს პარტნიორობით პროგრამამ კარგი შედეგი აჩვენა. ეს არის ყველაზე კარგი მეთოდი არასრულწლოვანთა დანაშაულის რეფერირების თვალსაზრისით. 5 წლის წინ არასრულწლოვანი, რომელიც ჩაიდენდა მსუბუქ დანაშაულს, დაიჯებოდა. დღეს კი ამ ადამიანს აქვს მეორე შანსი და იმედია, რომ არასრულწლოვნები ამ შანსს გამოიყენებენ. UNICEF აგრძელებს პროგრამის მხარდაჭერას და დღეს იმიტომ მოვედით, რომ კიდევ დავგვეგმოთ სამომავლო პროექტები. ჩვენი მიზანია განრიდების და მედიაციის პროგრამამ მთელი ქვეყნის მასშტაბით.